არ აქვს მნიშვნელობა რამხელა და რა ტევადობის გახლავს ლითიუმის აკუმულატორი. ტელეფონის იქნება ის თუ ელექტრომობილის. მუშაობის პრინციპი არის ერთი და იგივე და შესაბამისად მოვლა და მოფრთხილებაც დაახლოებით ერთნაირი სჭირდება. ნათქვამია მუშაობა ვირი მოკლაო, ეგრეა ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაშიც, რაც ნაკლებს იმუშავებს და მეც დაისვენებს, მით უკეთესი მისთვის. თანაც დამუხტულ მდგომარეობაში დასვენება მისთვის უკეთესია ვიდრე განმუხტულ მდგომარეობაში. პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ რაც შეიძლება მცირე დენის ძალით დავტენოთ ლითიუმის აკუმულატორი. არ გამოვიყენოთ სწრაფი დამტენები, ან თუ დამტენს აქვს სწრაფი და ნელი მუშაობის რეჟიმები, გამოვიყენოთ ნელი დატენვა. ყველაზე კარგია თუ კომპიუტერის USB-დან დავტენით, რადგან იქ კი ნამდვილად მცირე დენის ძალები ახლა თქვენ ხედავთ, რომ კომპიუტერიდან ვტენი ტელეფონს. შემდეგ მეორე, როგორც კი გაგუჩნდება საშუალება, რომ აკუმულატორი დავტენოთ, უმჯობესია შევეერთოთ დამტენზე. ეხლა ამ მეორე რჩევისათვის დარწმუნებული ვარ, ქვების სროლას დაიწყებენ კომენტარებში, აბა მობილური რად მინდა, დივანზე კოტრიალისას გვერდზე თუ არ მიტევს და ტუალეტში არ შევიტანე და ასე შემდეგ. კი ბატონო, მობილური რა თქმა უნდა იმისთვის არის, რომ გაშვერილი ხელის მანძილზე იყოს, მაგრამ ჯერ ერთი დამუხტვისას შეგიძლიათ ისეთი შტეფსელი აერჩიოთ, სადაც საუკეთესო მიღება აქვს. ტელეფონს და ვთქვათ, ვიღაცა ვინც დაგირეკავთ, მისთვის მომსახურების ზონიდან გასული ნამდვილად არ აღმოჩნდებით. და მეორეც მცირე წვლილია ეს ჰიპოდინამიის დარღვევაში, დაძლევაში, რომ თქვენ ადგეთ და მიხვიდეთ ტელეფონამდე, როცა ის დარეკავს. ასე რომ მარტო ბატარეისთვის არ არის ხეერი. ეგრე ლოთებსა და ნარკომანებსაც თავისი განსაკუთრებული აზრი აქვთ, როდესაც ექიმი ეუბნებათ, რომ არ დალიოთ და არ გაიჭხიროთ, ისინი ამას აქტიურად აპროტესტებენ ხოლმე. ასე რომ, ვისაც მოსმენისა და გააზრების უნარი გაქვთ, გააგრძელეთ მოსმენა, მე ვისაუბრებ თუ რატომ არის ასე კარგი ბატარეისათვის. ვისაც არა, მე ჩემი გითხარით და გინ დაიჯერეთ, გინდა რა. ეხლა, ლითიუმის ბატარეას, ყველა ლითიუმის ბატარეას აქვს ეგრეთ წოდებული BMS სქემა, ანუ Battery Management System, რომელიც საკმაოდ რთული სქემა, მის განხილვას ეხლა არ ვაპირებ და ეს სქემა უზრუნველყოფს. პირველი, რომ ბატარეაში არსებული ცალკეული ელემენტები დაიმუხტონ ერთნაირ ძაბვამდე, ზუსტად ერთნაირად. მეორე, არ მოხდეს განმუხტვა ისე, რომ ელემენტები დაზიანდეს. ანუ ძლიერი განმუხტვის საშუალებას არ აძლევს ელემენტებს. ბატარეა უბრალოდ წყვეტს ამ BMS სქემის საშუალებით ენერგიის გაცემას და ეს არის სიგნალი, რომ სასწრაფოდ უნდა შეერთდეს ეს ბატარეა დამტენზე. თორემ თვითონ ელემენტებს აქვს გაჟონების დენი, თუ ჩვენ ამას დავტოვებთ დიდი ხნის განმავლობაში და უმუხტავს, მოხდება შინაგან წრეში განმუხტვა და ბატარეა გადასაგდები გახდება. და მესამე ამ სქემის ფუნქცია არის, რომ არ მოხდეს ზედმეტი დამუხტვა. როცა ბატარეა სრულად არის დამუხტული, მას დენი აღარ მიეწოდება და ამას BMS-ი აკეთებს. თუნდაც დამტენი ქსელში იყოს შეერთებული. თუ ბატარეა მობილურის არის, როცა ის შეერთებულია, თუნდაც სრულად იყოს დამუხტული, ტელეფონი იმუშავებს ბატარეის გარეშე. ანუ შეერთებულ დამტენზე ვიმეორებ და დამუხტულ ბატარეაზე, ტელეფონი ბატარეის გარეშე იმუშავებს, ენერგია მას მიეწოდება დამტენის საშუალებით. ამიტომ უმჯობესია, რომ დაჟე დამუხტული ტელეფონი არ გამოვართოთ ქსელიდან, მისი ზედმეტი დამუხტვა BMS-ის მუშაობის გამო არ მოხდება და ვთქვათ, ვამუშაოთ ისე ტელეფონი, სანამ არის საშუალება, რომ ერთ ადგილას იყოს, ანუ მხოლოდ გარე წრედიდან იმუშაოს ტელეფონმა. ეხლა, თუ ბატარეის BMS-ი არასწორად მუშაობს, ამას უკვე არაფერი არ უშველის, თქვენი ბატარეა მაქსიმუმ 2 კვირას გაძლებს და ეს ხდება მართლაც მილიონში ერთხელ. თან ეს სქემები, BMS სქემები
პრაქტიკულად არ ფუჭდება მუშაობაში. რაც შეეხება დენის ხარჯს, როცა ბატარეა დამუხტულია, შეერთებული დამტენი ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ხარჯავს. ელექტრომობილისაც კი არა თუ ტელეფონისა. ეხლა პარალელი გავავლოთ ლეპტოპ კომპიუტერებთან. ადრე ლეპტოპი ბატარეის გამო მობილური მოწყობილობა იყო და როგორც მობილურ მოწყობილობას თან ვატარებდით. და სადაც კომპიუტერი არ გქონდა, იქ მუშაობდით. ეხლა მობილურად ლეპტოპს არავინ არ იყენებს. ყველას სტაციონარულად გვაქვს დადგმული, თან სულ ჩართული. და აი ასეთ რეჟიმში ლეპტოპის ბატარეა პრაქტიკულად ისვენებს და ლეპტოპის მუშაობა ხდება გარე ელექტრული წრედიდან. ანუ დენი მიეწოდება გარედან. პერიოდულად ეს ბატარეა მოდის მუშაობაში, როდესაც შუქი ჩაქრება, ან რაღაც იშვიათ შემთხვევაში წამოვიღებთ სადღაც. და შესაბამისად ლეპტოპის ბატარეები ძალიან დიდხანს ძლებენ. ეხლა ჩემი ბოლო ლეპტოპის ბატარეამ 10 წელი გაძლო და 10 წლის მერე 60% შეეძლო რომ კომპიუტერი ემუშავებინა. მაშინ როცა ლეპტოპები ახალი შემოსული იყო, ლეპტოპის ბატარეები 2-3 წელი მუშაობდნენ, იმიტომ რომ მათ ვიყენებდით როგორც მობილურ მოწყობილობას. ეხლა დღეს ლეპტოპს მობილურ მოწყობილობად არავინ არ იყენებს, იყენებენ ან პლანშეტს, ან ვიყენებთ ტელეფონს, ხო? არც მეც ესე ვარ და სხვაც ესე არის. შესაბამისად, ლეპტოპის ბატარეა უკვე დიდხანს მუშაობს, რადგან სულ მუშაობაში არ არის. მისი გამოყენება ხდება დამტენის საშუალებით. აი ახლაც სამსახურში ვარ და არცად არ მივდივარ, ტელეფონი შეერთებულია დატენვაზე. გამოვხთავ, როცა წასვლას დავაპირებ. ანალოგიურად ავტომობილის დამტენზეც ჩემი მანქანა გახლავთ დატენვადი ჰიბრიდი. და მის დატენებას ვახდენ მხოლოდ სახლში და მხოლოდ მინიმალური დენის ძალით. ჩემ დამტენს შეუძლია მინიმუმ 7 ამპერით დატენოს. გარდა ამისა აქვს 12 და 16 ამპერიანი დატენვის რეჟიმები, მაგრამ მას არასოდეს არ ვიყენებ. შესაბამისად, პირველ რიგში არ ზიანდება სახლის ელექტროგაყვანილობა და მეორეც ის, რომ აკუმულატორი უფრო დიდხანს მუშაობს და არ ზიანდება. ეხლა ჩემი Chevrolet Volt 9 წელისა იყო, როცა ვიყიდე, ხო? ბენზინით ისე ცოტას დავდივარ, რომ აი მრცხვენია რა ბენზოკამოკასრო ჩაუვული ხოლმე. წელიწადში მჭირდება სულ 2 ბაკი, ისიც ქალაქგარეთ გასვლისას. ხო და არადა დავდივარ საშუალოდ 10,000 კილომეტრს წელიწადში. ეხლა როცა ვიყიდე აკუმულატორით 63 კილომეტრს გადიოდა. აი 4 წლის მანძილზე ეს გარბენი შემცირდა 57-მდე, ანუ სუფთა აკუმულატორით, სახლში დამუხტული აკუმულატორით 57 კილომეტრს გადის ეხლა. მშვენიერი შედეგია 13 წლის მანქანისათვის. 4 წელიწადში ვიმეორებ 63-დან 57-მდე შემცირდა კილომეტრამდე. ეს აკუმულატორებზე გარბენი, შესაბამისად დაახლოებით ასევე შემცირდა ტევადობა. ეხლა როცა მანქანა დგას, დასამუხტი სულ მუდამ შეერთებულია. მიუხედავად იმისა, თუნდაც გვიჩვენოს, რომ სრულად არის მანქანა დატენილი, არ ღირს გამორთვა, იმიტომ რომ ელექტრომანქანაში მთავარი აკუმულატორი სულ მუდამ მუშაობს. თუ ცივა ამ აკუმულატორებს გათბობა ესეჭიროება და თუ ცხელა პირიქით გაგრილება. რომ ტემპერატურა თავად აკუმულატორის შიგნით იყოს 18 გრადუსის ახლოს. ამიტომ უმჯობესია დამდგარ მანქანაზე დამტენი ჩართული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დამტენის სრულ დამუხტვას გვიჩვენებს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.